იქამდე კი რა ხდებოდა სექტორში მთავარ სიახლეებს გაგაცნობთ. კოლიერ ჯორჯიას საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის მიმოხილვის თანახმად ივნისში თბილისში ბინების ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად 11%-ით გაიზარდა და 3363 შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ტრანზაქციების რაოდენობის მნიშვნელოვანი ზრდა საბაზისო ეფექტით არის განპირობებული, კერძოდ გასული წლის ივნისში ტრანზაქციები 21%-იან კლებას აჩვენებდა. ამასთან კოლიერსი განახლებულ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ბაზრის ზომა 21.5%-ით 253 მილიონ ამერიკულ დოლარამდეა გაზრდილი. მიმდინარე წლის ივნისში თბილისის ფართო ცენტრში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივნისთან შედარებით 23%-ით გაიზარდა, გარეუბანში 9.7%-იანი, ხოლო ქალაქის ცენტრში 6.7%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ გასული წლის ივნისში ერთბაშად 2 მსხვილი პროექტის 3-4 წლის ტრანზაქციები ერთად დარეგისტრირდა, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის იმ დროისთვის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასები 9.3%-იან ზრდას აჩვენებს. აქვე კოლიერსი განმარტავს, რომ ფასის ამ მასშტაბით გაზრდა ფასის ანალიზის მეთოდოლოგიის ცვლილებას უკავშირდება, რის გამოც 2022-25 წლების მაჩვენებლები შეიცვალა. რეალურად უძრავ ქონებაზე ფასები ერთწლიან ჭრილში ამ მასშტაბის ზრდას არ აჩვენებს. რაც შეეხება ბათუმს, გასულ თვეში ზღვისპირეთში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 1357 ერთეული შეადგინა, რაც წინა წლის ივნისთან შედარებით 25%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. კოლიერსის მიხედვით, ეს ზრდაც ბათუმში გასული წლის ივნისში 19%-ით შემცირებული ტრანზაქციებით იხსნება. ბაზრის ზომას რაც შეეხება, ის 41.5%-ით 76 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი. ფასებსაც რომ გადავხედოთ, ბათუმში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 2024 წლის ივნისთან შედარებით 11.8%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 1185 აშშ დოლარი შეადგინა. ფასი გაიზარდა როგორც პირველად, ასევე მეორეულ ბაზარზე, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პირველად ბაზარზე ტრანზაქციების ნაწილი გვიან რეგისტრირდება, რის გამოც ფასების ზრდის ტრენდი რეალობას არ ასახავს. ამავე კოლიერ ჯორჯიას წლის პირველი ნახევრის მონაცემების შეჯამების მიხედვით თბილისში 19.205 საცხოვრებელი ბინა რეალიზდა, რაც წლიურად 9%-იანი კლებაა. დაახლოებით კვლევის თანახმად მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ახალ პროექტებში გაყიდვების 4.8%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი მაჩვენებელი 14.8%-ით შემცირდა. რაც შეეხება ფასებს, კოლიერსის მიხედვით დედაქალაქის ცენტრში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 7.8%-ით გაიზარდა, ფართო ცენტრსა და გარეუბანში 9.8%-იანი ზრდა ფიქსირდება. რაც შეეხება ახალ ბინებს, საშუალო ფასი ფართო ცენტრში გაიზარდა თითქმის 21%-ით, 10.9%-იანი მატება დაფიქსირდა. გარეუბნებში, ქალაქის ცენტრში კი ფასები 7.4%-ით გაწვირდა. ახალ პროექტებში ფასების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება შეინიშნება ფართო ცენტრში, რაც განპირობებულია იმით, რომ 2024 წლის პირველ ნახევარში ერთბაშად დარეგისტრირდა რამდენიმე მსხვილი პროექტი, დაახლოებით 3-4 წლის ტრანზაქციები ერთობლივად, რამაც გამოიწვია საშუალო შეწონილი ფასის შემცირება. ამ პროექტების გარეშე ფართო ცენტრში ფასი გაიზარდა 8.8%-ით, აღნიშნულია კოლიერსის კვლევაში. მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საცხოვრებელი ბინების საშუალო შეწონილი ფასი კვადრატულ მეტრზე 1129 დოლარი იყო, წინა წლის პირველ ნახევარში კი 1034 დოლარს შეადგენდა. ივნისში მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი 2.6%-ით გაიზარდა, რაც შეეხება ინდექსის წლიურ ცვლილებას, სამშენებლო სამუშაოები 2024 წლის ივნისთან შედარებით 3.9%-ით არის გაზრდილი. ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ივნისის ფასების ინდექსიდან ირკვევა. საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტად წლიურად ელექტროსამონტაჟო, წყალგაყვანილობების სამშენებლო სამონტაჟო და სამოქალაქო ნაგებობების სამშენებლო სამუშაოებია გაძვირებული. 12.4 და 9.6%-ით მოსაპირკეთებელი სამუშაოები კი ივნისში წლიურად 2.5%-ით გაძვირდა. ივნისში ფასი თითქმის არ შეცვლილა ნაგებობების აღებისა და სამშენებლო მოედნის მომზადებაზე.
2025 წლის 6 თვეში თბილისში სამშენებლო ნებართვა 697.000 საცხოვრებელ კვადრატულ მეტრზე გაიცა, რაც წინა წლის მაჩვენებელს 17%-ით აღემატება. ამის შესახებ უკვე TBC კაპიტალის თბილისის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის ყოველთვიურ მიმოხილვაშია აღნიშნული. როგორც ირკვევა, წელს ნებართვების ყველაზე დიდი ნაწილი 23% ისენშია გაცემული, რომელსაც 18%-ით დიდი დიღო მიმოსდევს. კრწანისში გაცემული ნებართვების რაოდენობა 11%, გლანში კი 14%. ამავე პუბლიკაციის თანახმად, მიმდინარე წლის ივნისში დიდი დიღომი და საბურთალო თბილისის უბნებს შორის გაყიდული ბინების რაოდენობით კვლავ ლიდერობას ინარჩუნებს ხუთეულშია სამგორი, ისანი და გლდანი. მიმოხილვის ავტორები აღნიშნავენ, რომ გასული წლის ივნისთან შედარებით მოთხოვნა მნიშვნელოვნად გაიზარდა კრწანისში, დიდუბეში კი წლიური კლება ფიქსირდება.